ბატონო ზარ, ბოლოს როდის დატოვა ივანიშვილმა ქვეყანა? ნუ ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ ეხლა ეს პასუხი მე როც ვიცოდე გაგცემთ. ქუთაისი მოსკოვის საიდუმლო ფრენა ბიზნეს კლასის თვითმფრინავით, ვინ ჩაიყვანეს რუსეთის დედაქალაქში 6 საათიანი ვიზიტით. ამ ბორტზე ბიძინა ივანიშვილი ჭდა. ჩვენი გუნდი არ ყვევდა და 8 საათზე თქვენ მოგიყვებათ. ბოლოს როდის დატოვა ქვეყანა ივანიშვილმა? ივანიშვილის ფრენაზე 30 ივლისს თქვენ არ ყოფილ ხართ. ივანიშვილის ფრენას არ უზრუნველყოფს სამთავრობო. თქვენ არ ყოფილ ხართ საფრთხეებაზე. წუთებით გაწერილი გეგმა ფრენის დრო ისე იყო შერჩეული, რომ იმ დროს აეროპორტში სხვა რეისი არ ყოფილიყო. ვერავინ ახავდა მგზავრს ან მგზავრებს, ვინც მოსკოვში ჩარტერული რეისით გაფრინდა. ჩარტერი მოსკოვის მმართველობით რომ გაფრინდა, ვის დაკვეთა იყო? გაფრენა იყო ჩვენიდან ჯორჯიან ევრეისი. შედგა თუ არა საიდუმლო მოლაპარაკებები ქართულ ოცნებასა და რუსეთის პოლიტიკურ ელიტას შორის, იმ დროს, როდესაც ქვეყანაში ტოტალური დაჭერები მიდიოდა და ხალხის ყურადღება სულ სხვა ამბავზე იყო გადატანილი. ეს არის თქვენი სახლი პარიზში. როდის იყავით აქ ბოლოს? იცით, რომ სანქციების გაფრთხილება ჩაირთო? ივანიშვილის და კალაძის მრავალმილიონიანი ქონებები საფრანგეთში გააწითლეს. გაყიდვა შეძლებთ ახლა ამ სახლის? არა, ვისაჩუქეთ, სანქციების ქვეშ არის. კალაძის 7 ოთახიანი რეზიდენცია პარიზში და ივანიშვილის მამულები პარიზთან სანქციების მაღალი რისკის ქონებებად დააკვალიფიცირეს. ხომ ამბობთ სანქციები არ მუშაობსო და ნახეთ კალაძის სახლს რა დაემართა პარიზში. ბიძინა ივანიშვილის სახლს გვატყუებდით ბატონ შალვა. 8 საათზე ნახეთ, რა საფრთხე ემუქრება ქართველი ოლიგარქის უძვირეს ქონებას მოჰამედ ბინ სალმანის რეზიდენციასთან. ქალბატონო, არ ნერვიულობს ბატონი ბიძინა? არა, მე რაზე ვინერვიულობ, მისი სახლია. ვისაც სანქციების არ შეეროდა და ვინ შავსიაში მოხვედრას გაურბოდა, ყოველს კარზე სანქციების ეფექტმა მიუკაკუნა. განწყობები ხوار შეეცვალა, ტაქტიკის შეცვლა სხვა რაპირებს მისი ქონების გადასარჩენად. დღეს 8 საათზე გიჩვენებთ, რა ჩანაწერები გაჩნდა კალაძის და ივანიშვილის გვარების გასწვრივ საფრანგეთის ბიზნეს პორტალზე. ბოლოს ისე იქნება, რომ ყველაზე მდიდარი კაცი იქნება ბიძინა ივანიშვილი ჭორვილაში მხოლოდ. ახალ სეზონს ვხსნით ფარული ვიდეო ჩანაწერებით იმ შეხვედრიდან, სადაც პროკურატურა ამტკიცებს, რომ კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობა დაიგეგმა. დაიგეგმა ჯანგულაძის მკვლელობა. ხოთ გამოძიება ამბობს, რომ მკვლელობა დაიგეგმა. ჩაგზავნით ქვემოთ. ჩვენმა გუნდმა იპოვა ოქროს მოწმე, რომელიც ყვება, რომ ბიძინა ივანიშვილის სანდოკატს, ოთარ რომანოვ ფარცხალაძესა და ლევან ჯანგველაძეს შორის დიდი დაპირისპირება იყო. მკვლელობამდე 4 თვით ადრე ფინანსურ პოლიციაში ჯანგველაძე ფარცხალაძესთან ერთად იმყოფებოდა? იყო, კი, შესრულები იყო. ჩვენს ხელში აღმოჩნდა კამერის ფარული ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ კილერი მკვლელობის შემდეგ პროკურატურის გვერდით შენობაში ცხოვრობდა და ტაქს პროკურატურის მისადგომებთან იძახებდა. თუ ხელშეუხებლობის გარანტია არ ჰქონდა, როგორ მიდიოდა ამ რისკზე? თქვენი სტუმარი იყო რუგვის განმავლობაში, როცა ვის ეკუთვნის სასტუმრო, სადაც საიდუმლო შეხვედრები იმართებოდა და სადაც კილერი მკვლელობის შემდეგ დაბინავდა. ღარიბაშვილთან ურთიერთობებს ინარჩუნებთ? დარჩუნებდი არა, ღარიბაშვილი მეგობარი არის ჩემი. რამ გახადა ივანიშვილის გუნდი იძულებული ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებების მთელი სერია მოეწყო. ჩხრეკაძე შესულიყო დავით მიხაძის სახლში, რომელიც ოცნების ხელისუფლების პირობებში ხელშეუხებელ პერსონად ითვლებოდა. კიდეთან ხარი. წამოვიდეთ ყველაფერს. ჯახი ფარცხალაძესა და ლევან ჯანგველაძეს შორის საქართველოდან რუსეთში ტვირთების გატარების გამო დაიწყო. საქმეები კი ფინანსურ პოლიციაში ირჩეოდა. რუსეთის აგენტი ოთარ ფარცხალაძე ვის შეხვდა ფინანსურ პოლიციაში? არავინ არ გამოჩნდა ისეთი ადამიანი, ვინც გიძგებდათ, რომ ცუდ გზას დადგომოდით ამსტერდამში ქალვინოგრეტა? ევროპის მაგინებელი პოლიტიკოსების საზაფხულო არდებები ევროკავშირში. იტალიაში დასვენება როგორი იყო, ძველი დაგიჩნდათ? მილანი, ამსტერდამი, ბარსელონა, პარიზი. ეს ლამაზი რუჯი საერთოდ მიიღეთ. სოლარიუმიდან. თავად რომ ხალხს უმტკიცებენ ევროპა ქართველობას გვართმევსო, დღეს საღამოს 8 საათზე ნახეთ, როგორ ატარებენ დროს ევროპის ქვეყნებში. ევროპაში თქვენ რომ მოგწონთ სიარული და საირნობა, სხვებს რას ერჩით? ვინ სანქციებს გადაურჩა, წავიდა ევროტურში, ვისაც სანქციები შეეშინდა, ქვეყნის დატოვება ვერ გაბედა. ევროპაში რატო არ იყავით სანქციები შეგეშინდათ? არა, ძოლი მყავს რატო. ხალხი ვისი პოლიტიკის გამოც საქართველოს უვიზო მიმოსვლას კარგავს. ალაბამაში კარგი იყო დასვენება?
დღეს 8 საათზე ნახეთ ევროკავშირის რომელ ქვეყნებში ნახეს საზაფხულო არდედეგებზე ოლიგარქის პარტიის წევრები. სანქციების ხوار შეგეშინდათ. რატომ არ ბრძანდებოდით პარიზში თქვენ სახლში? თავდახრილი რატომ შემოხვედით ხდომთა დარბაზში? თუ თქვენ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და არ გეუხერხულებოდოთ საკუთარი გადაწყვეტილების გამოშვება. მოსამართლე ჯვებენაჭყებია, კაცი რომელმაც ახალგაზრდები მრავალწლიანი პატიმრობისთვის გაწირა, დღეს შაბათის ეთერის კითხვების პირისპირ იქნება. ადამიანი გაუშვით ციხეში, რომელიც თავად იყო ძალადობის მსხვერპლი პოლიციის განყოფილებაში. ამდენი ხანია ყველა რომ არ ყოფთ და გაინტერესებთ, როგორ ხდება ერთი და იგივე მოსამართლის ხელში ამდენი გახმაურებული საქმე. ამ საღამოს და ამ ეთერში სისტემის კარგად მცოდნე ადამიანი მოყვება, რა სქემით ნაწილდება საქმეები სასამართლოში. კანცელარიის თანამშრომლს ძალიან მარტივად შეუძლია პროგრამაში მონიშნა გააკეთოს მოსამართლის, რომ მათ საქმე არ დაეწეროს. ვის ხელშია საქმეების განაწილების გასაღები? მივა თუ არა კვალი ლევან ნურუსიძის ოჯახის წევრამდე. სასამართლოში როგორ მოხვდით? ძალიან ბევრი წელი ვიმუშავე ამის. ნაციონალების დროსაც მუშაობდი. კოპირებული ჩვენებების საქმეებში საეჭვო მტკიცებულებები და მოსამართლეები, რომლებიც ამ ყველაფერს ვერ ხედავენ, დღეს 8 საათზე თქვენი კითხვები და მათი პასუხები. და თქვენ ამბობთ, რომ მირიან ქავთარაძე ბერა ივანიშვილთან დაკავშირებული პირი არის დაზარალებული და საბას ხვიტარიძე თურმე დამნაშავე ყოფილა. ჩვენი კამერებისთვის მათ ჩაკეტეს სასამართლო დარბაზების კარი, რომ თქვენამდე ვერ მოვიტანოთ ამბები იმ უსამართლობის შესახებ, რომელიც სასამართლო დარბაზებში ტრიალებს. ამიტომ ჩვენ მათთან მივედით და ყველა ის კითხვა დაუსვით, რომელიც დღეს თითოეულ თქვენთაგან ზებადება. არ შეგწხვებათ თქვენი გადაწყვეტილებების? უდანაშაულო ხალხის ციხეში გაშვების არ შეგწხვებათ ბატონო ჯვებე? სულ რამდენიმე საათი და ჩვენ უკვე პირდაპირ ეთერში ვიქნებით. დღეს საღამოს 8 საათზე შაბათის ეთერი ახალ სატელევიზიო სეზონს გახსნის.